ახალდანაჩვენი რა. თვითონ ამ სკულპტურებს რო აკეთებთ, რამე მოტივი გააქვთ ანუ ქართული ხალხური, რამე მიმდინარეობა არსებობს ამაში? მაქვს ქართული მოტივებიც და მაქვს ისეთ, რა ვიცი, თანამედროვეც. როგორ გითხრა, მოტივს თვითონ ქვის მასალა მაძლევს რა. აი ხანდახან რიყის ქვებს რო პოულობ დინარეზე ზოგს ეთყობა უკეთავიდან რა უნდა გავაკეთო, რა უნდა გამოვიდეს. ანუ ეს ახლა ქვა არის. ეს ქვა არის, კი. აი ეს შავი რაც ის არა, ეს რა მასალაა? ბრინჯაო. ბრინჯაო, მარმარო ძირი, ეს არის ჩვეულებრივი რიყის ქვა. რიყის ქვა. დამიხანია მოსაკეთებთ. დაახლოებით საერთოდ ბავშვობიდან მოხანდაკებად, იმიტომ რომ ხატვა დავიწყე ბავშვობიდან და დიდი ხანით არა, 1-20 წელი, იმიტომ მანამდე სამებაზე ჩუქურთმებს ვაკეთებდი ხოლმე და ეკლესიებზე. ქვაზე? კი. ანუ ქვაზე კვეთა აი რასაც ქვია კანკელის გაკეთებოდა ეგეთი რაღაცები და მე 15 წელი ვიმუშავე ქვის ჩუქურთმებზე, ქვის გათლებზე და ეკლესიებზე. 21 წელს ვიყავი, რომ დავიწყე სამებაზე მუშაობა, სტუდენტი გახდით მაშინ და აკადემიური ავიღე აკადემიიდან 1 წელი და დავები სამუშაოდ. უქვასთან შეხება მქონებოდა რა. და მე მოვიდო თავშიაზე ეგეთი რაღაცა გაიგე. მე შევეშვი ეკლესიებს მუშაობას და უკვე დავიწყე ქანდაკებების კეთება. თავიდან შარხიძე ვიდექი ხოლმე. ეხლა რა ვიდექი. შარხიძე მაგ შენი გაკეთებული დანახი და შიგნით იყო რაღაც იყო, მგონი ჯიხვი თუ რაღაცა იყო გაკეთებული. ძალიან მაგარი. შარხიძეც ვიყავი ხოლმე კი.